თვითონ მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმრები, პაროდისტები, ქართლოს ნატროშვილი და ნიკა კაკაბაძე. სკაბზე ხელი როგორ დაურტყი დაჯიდაჯეო. გამარჯობათ ბიჭებო, წინა კვირას ძალიან აქტუალურები იყავით, ორივე საინტერესო სკეჩი გავიდა კომედი შოუში. მე გადავწყვიტე რომ ხალხისთვის გამეცნო თქვენი თავი. ესე იგი ნიკა კაკაბაძე გახლავთ ბატონი ბიძინა. ქართლოს ნატროშვილი გახლავთ ბატონი სააკაშვილი. ეხლა მოდი ესე დავიწყოთ. ვინ ხართ, საიდან მოხვედით, საიდან გაჩნდით? ბატონ ნიკასგან. გახლავართ ხონის რაიონიდან წარმოშობით, ვსწავლობთ SEO-ში, ვარ სტუდენტი და ასე ვსწავლობდი, ჩემთვის ვიყავი სტუდენტი ვიყავი და მე მყისიერად შეიცვალა ყველაფერი. მყისიერად გავხდი. შენ ქართლოს. მე ვარ წარმოშობით კახეთიდან. ხო. დედა სამეგრელო. ხო. ყველაზე მეტად როცა დავჭირდი, მაგ დროს ვარ მიშას გვერდს. გასაგები. ქართლოს. რა მინდა კითხოთ? თვითონ აი ქუჩაში როგორი რეაქცია ქონდა ამ პირველ შენს გამოჩენას ეთერში? უმრავლესობა მიცნო. გიცნო? კი, უმრავლესობა. იმიტომ რომ ახლა აქ ხოცა გრიმი გაქვს, რაღაცა გაკეთებული გაქვს ისეთი საკმარისია მიშას ხმაზე რაღაც თქვა და ხო. ცნობენ. ანუ ჩვენ რეალურად გიპოვეთ ქორწილში გამოდიოდი სადღაც ტრიბუნაზე, ხო ესე იყო? დიახ. ხო და იქიდან ნუ დავინტერესდით და საკმაოდ ისე იერითაც გავხარ, რაღაცა ლაპარაკი მანერები და ერთი ესეთი რაღაცა მინდა გითხრა, ანუ როგორ შესწავლილი ყავს ხო თლიანად სააკაშვილი? მე ანუ მოხარშული ვიცი ეს ადამიანი. მოხარშული. აი თქვენ უყურეთ მაგალითად მიშას გამოსვლას, აი მე რო შევხედავ ვიცი ცუდ ხასიათზეა. კარგ ხასიათზე. თლიანად ვიცი. აი მაგალითად როგორ აგვიხსნე რაღაცა დეტალებს. აი მაგალითად. პირველი არასასურველი კითხვას თუ დაусმებ პრეზიდენტს, ის როგორ აიცილებს ამ კითხვას, აი დამისი ყველაზე არასასურველი კითხვა. არასასურველი კითხვა? დიახ. აი ეს არასასურველი კითხვა. რომელიც არ ესიამონება იმ მომენტში. იმ მომენტში, ხო? აი მაგალითად რომ აი ეს მიტინგების დარბევების თემა რო არის ბატონო, ეს ხო ამ შეკითხვას ვერ გავექცევით პატივცემულო პრეზიდენტო და აი ეს მაინტერესებს რა რეაქცია გაქვთ თქვენ ამასთან და როგორ რეაგირებთ ამ ყველაფერზე? მე ვთვლი რომ ახლა გზები რომელიც ჩვენ დავაგეთ და აუცილებლად ჩვენ მივვალთ. ეგრევე გადადის მაგ. კიდე ხო. აი მაგალითად თუ საუბრობს მკაცრად, წამში შეუძლია უცბად იყოს ყველაზე წნარ და ყველაზე მშვიდი. აი ხო ფეხზე უნდა ადგილოთ ეს, ბაღავს ფეხზე ადგომო. აი მაგალითად ხალხისკენ მე ვთვლი საქართველოს ვერასოდეს არ შეეგუება პრინციპში იმას რომ ჩვენ წავიდეთ უკან, მაგრამ მეორის თქვი. აი მაგალითად მე და ყველა ადამიანი ჩაოულებრი ხო დაგემშვიდობება გროვებით კარგად ხო პრეზიდენტი გააკეთებს ამას ეს მე ვთვლი რომ ვანოს ჯანსაღი იუმორი არის საჭირო და კაი გასაგებია კიდე და აი საუბრის შეწყვეტა თუ რამეს არასასევნოს უსმევ ანუ შეუძლია უცბად შეგაწყვეტინოს აი დამისი დაიწყა რაღაც კითხვის დასმა ხო ნუ აი ისევ რაღაც ბაბა ეხლა მე აი რო გაწყვეტინებს და არის კიდე ესეთი რამ ეხლა გამახსენდა ამ ძამს თუ ადამიანი ეუნება ორ რამეს ანუ ერთ ცუდ ამბავს ხო და მეორე ამბავი არის როცა ეუნება კარგ ამბავს პასუხი არის ერთი და იგივე პრეზიდენტისგან დაუშვათ ცუდი ამბავი გითხრა? ცუდი ამბავი და მე კარგი ამბავი და პასუხს მიიღე. კაი, ვიღაცა მოსახლეობის ხო. ესე იგი ბატონო პრეზიდენტო, ცუდად ვართ, არ დახმარებები ჩვენ არა გვაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ, გაჭირვებული ხალხი ვართ. გაჭირვებული ხალხი ვართ, შემოსავალი არც საიდან არა გვაქვს. არაფერი არა გვაქვს, მაგრამ კარგზე გადავიდე. მაგრამ თქვენ რომ პოლისი მოგვეცით, ამ პოლისით ჩვენ სული მოვითქვით. დასლება მართლა ხო? კაი, ნიკა,
შენ საიდან ანუ გადაწყვიტ, აი როგორ ვინმე მგითხა რომ გავხარ და მოდი გააკეთე პაროდია თუ რა საიდან დაგება? არა, უბრალოდ როდესაც გამოჩნდა ბატონო ვიზინა პირველად ტელეეკრანზე, მას შემდეგ საინტერესო მიმიკები ქონდა და მიმიკებმა შემიყვანა აზარტი რომ გამეკეთებინა ბატონო ვიზინა პაროდია. მაგალითად რა მიმიკები? მაგალითად წარების ზემოთ აწევა. აი ესეთი კიდე და მე ნელ-ნელა თანათან ჩაუჯექი, კიდე თითის რაღაცას ექნა, რაღაცას რო იხსენეს რაღაცას. ხოთნა დტვიან. ეს გახსენ, ამის გულიდან იხსენებდა, ამის გულთვის იხსენებდა. რა მიგინდა და გეტყვი. ერთი კითხვა მაქვს ახლა ეს წყალი ბიზნესია თუ ჩემი? შუაში დავდოთ. ჩემი. კაი, მოდი ახლა ესეთი რაღაცა მინდა, ესეთი პატარა გამოცდა მოვაწყო რა. მე მაქვს რამდენიმე ესეთი ცუდი ანეკდოტი ამოღებული. ორივე უნდა მოვყვეთ ეს ანეკდოტი ისე რომ ხალხმა გაიცინოს რა. საინტერესო. ვიხდი ხო? აი ხა მაგალითად პირველი ეს ყველასთვის ნაცნობი ანეკდოტი. მაღაროში მოხდება აფეთქება ამ დროს ჩამოივლის ქალი და უსაფრთხოების დაცვის მუშაკი ეტყვის: "შედი ქალო ბუტკაშიო." ქალმა უბრალოდ არ ვარ იმნაირიო. "შედი ბუტკაში სიტყვა ეს არის. შედი ბუტკაში არ ვარ." "შედი კაცო აფეთქება რანაირიც გინდა იმნაირი იყავი." აი დაიწყოს ბიძინა. ჭიათურაში მოხდა აფეთქება. უბრალოდ ჭიათურასთან არის მაღარო. იქვე გაივლის ქალი. ამ დროს დაცვის თანამშრომელი ეტყვის: "შედი ქალო ბუტკაშიო." ქალი ეუბნება: "არ ვარ იმნაირიო." "შედი ბუტკაშიო." "არ ვარ მე იმნაირიო." "შედი რანაირიც გინდა და იყავი არ დაიღუპაო ეს აფეთქებაო ეს." აი მაგალითად სააკაშვილი როგორ მოყვებოდა ამ ანეკდოტს. ჩვენ ვიცით რომ ჭიათურაში არის აფეთქებები. და მე მინდა გითხრათ ახლა ერთ-ერთი აფეთქება როცა მოხდა ჭიათურაში მე მაღაროში. ყოველთვის არის სწორები და ერთი ქალი. დადიოდა ახლა ერთ კაცს გაბუდე შედი ქალო ბუტკაში. შემორჩენილი იყო ბუტკამა. ეს ქალი ახლა ეუბნება რომ და არ ვარ მე იმდენი რატო უნდა შევიდო. ახლა ეს დაჟინებით თხოვს. შედის რა რეის არ უნდა იყო? არა არ შევალო. შედი რა რეის არ უნდა იყო? თორე მე არ ვიცი. კარგი. მეორე ანეკდოტი. სიქულა და საქულა მიდიან გზაზე, დაინახავენ წარწერა SSSR. სიქულა ეუბნება: "შეხედე ჩვენი რესტორანი გაუხსნიათო." "ჩვენი როგორო?" "სიქულ საქულ სოფსტვენი რესტორანო." ანუ გაშიფრეს SSSR. აბა ბიძინა. ძალიან მყისიერი ხალხი. ძალიან საყვარელი, ყველასთვის საყვარელი ხალხი. სიქულა და საქულა. მიდიან გზაზე. და იქვე დაინახავენ წარწერას. SSSR. აქვე ყრა და ანგლისი. დაინახავენ წარწერას SSSR. სიქულა ეუბნება: "ნახე, ჩვენი რესტორანი გაუხსნიათო. ყისიერადო." საქულა ჩაეკითხება: "როგორ თუ ჩვენი რესტორანი გაუხსნიათო?" "სიქულა ის საქულა, სოფსტვენი რესტორანო, მიუგებს საქულა." აი ესეთი ანეკდოტია, ძალიან ესეთია. ჩასაკითხია, უნდა გაიკითხო, კარგად უნდა წაიკითხო. რაღაც და ის. კაი, აბა მიშა. მოკლედ სიქულა და საქულა ადრეს ცნობილი ორი ინვესტორია ადამიანები. მიდიან და ერთ-ერთ ქუჩას ნახავენ კრემლის წარწერით და არის რესტორანი. რომელი ადამიანების თავის დროზე ეს რომლებიც მოდიოდნენ და ეს რესტორანი ვით შექმნა ესენი არიან ყოველდღე თაბანაში რო შედიან და შუბლს რო გადაიფხეკავენ და წითელი ვარსკვლავი რო აქვს კიდე. ამ რესტორანს ხედავს ორი ინვესტორი რომელსაც უნდა ეკონომიკის ჩადება საქართველოში. უნდა დააყო ქვეყანა და უყურებენ SSSR აწერი რაღაც ის ნამგალი და უოროც გვერდზე აქვს. და ამ რესტორანი უბრალოდ ახლა გაკურებულები არიან შევიდნენ ამ რესტორანში არ შევიდნენ ახლა არც მე არ მეცინე მაგას. იმიტომ რომ ეს არის SSSR უბრალოდ არ უნდა გაიცინოთ. დავთავრდა რა. არ ვიცი ახლა მე ამ ისტორიას სადაც SSSR-ია როგორ შეიძლება ეს ანეკდოტი დამთავრებულად აღმოვიდგინოთ ჩვენ. კაი.
შემდეგი არის ორი ლოთი ღაბით უყურებენ მთვარეს და კამათობენ. ერთი ამბობს რომ ეს მზეაო, მეორე ამბობს არა მთვარეაო. ამ დროს გამილვის მესამე და კითხავს რომ გითხარით თუ შეგიძლიათ რომ ეს მთვარეა თუ მზეაო. ეს კაცი მესამე კაცი პასუხს არ ვიცი ძმა მე უბნელი არა ვარ. ორი პატივსაცემი ლოთი. ხამე დასვამია და კამათობენ. თან თორეს გასკერიან. ერთი ეუბნება, ეს ბზი არისო. მეორე კი იქვე ჩაიძიება და ეუბნება. ეს ბზე კი არა, თვარიაო. იუგებს მეორე. ამ დროს გამოივლის მესამე ადამიანი. ესენი მოითათბირებენ და ეტყვიან. ერთმანეთში მოითათბირებენ და იტყვიან. მოდი, მას ჩავეკითხოთო. ითხავენ, ეს ბზი არის თუ თვარიაო. ის მესამე მიუგებს. არ ვიცი ძმაო, მე ამობნელი არა ვარო. აქ შეიძლება და მას ეთქვა რომ მე არ ვარ იმნაირიო, მაგრამ მან თქვა, მე არ ვარ იმობნელი არა ვარო. ის თქვა, ხალმა თქვა ის. კაი, სააკაშვილი. ორი გაზულუქებული ლოთი. წევს ვერ გაურკვევიათ ახლა იმდენი მდერიან რომ ეს მთვარია თუ ბზი არის. ეს ლოთები თავის დროზე ეხლა გალოთეთ რომ თავის დროზე ლაზიკაში ფიქრობდნენ იმაზე რომ სადგაიშენებინათ სასტუმრო და სათყოფილიყო დასასვენებელი. გამოილის მესამე რომელმა ადამიანმაც დაამთავრა თავის დროზე მესტია, ბათუმი, სიღნაღი ახალი შეძინა. შეხედავთ ახლა ნახავს გალოთებულ ამყრალებულ ამ ორ ადამიანს. ეუბნება რომ ახლა რაზე ჩხუბოთ. ესენი ეუბნება რომ აი ვერ გაგვირკვევია ეს ახლა ბზი არის თუ თვარი არის. ეს მიუგებს ახლა მე არა ვარ ამ ქვეყნის პირველ რიგშიც და ამ უბრალიც არ ვარ თუ როგორ თქვის. სამუბრელია. ხალხი რა გაიგე? ჩაბიკეთ. ერთი ანეკდოტი კიდე ბოლო. სპილო ბანაობს ტბაში. მივარდება ჭიანჭველა და ეძახს ამოდი ზემოთ. სპილო ეტყვის რა გიდაო? ჭიანჭველა უპასუხა ამოდი ზემოთ. სპილო ამოვა და ჭიანჭველა ეტყვის ბოდიში ზემა მე მგონა ჩემი პლავკა გეცვაო და ვიცით ხო ეს ანეკდოტი. სპილო ბანაობს ტბაში. ეს ის ბა რომელიც საყაშრო ვიყიდა სხვაებს უცხოებს. ეს ის ბა ზუსტად. ამ დროს ჭიანჭველა მიადგება და ყისერად ეკითხება. ამოდი ზემოთო. აი ეს ეკითხება. ამოდი ზემოთო. ესე. სპილო გაკვირებულია და გამჩიფრებისგან შეყურებს. რატო მოვიდეო ეუბნება. ამ დროს ჭიანჭველა კვლავ გაუმეორებს ჩაკითხვას. ამოდი ზემოთო. სპილო ეუბნება კვლავ. უბრალოდ კი არ ეუბნება. დაითანხმება ესეთი ყისერად დაითანხმება სპილო. საკვირველია პირდაპირ ასეთი გონიერი ცხოველია. ამოვა ზემოთ. და ამ დროს ჭიანჭველა უცბად, უფრო სწორად ბოდიშს მოუხდის. ბოდიში ძმაო მე მეგონა ჩემი პლავკა გეცვაო. ასე უნდა აღდგეს სამართლიანობა. ეს არის ჭეშმარიტება. სამართლიანობა გააღწიოს. კაი, წავიდა მიშა. სპილო ბანაობს ყვარლის ტბაზე. რომელიც ჩვენ ფაქტურად დავასრულეთ. ეხლა მოდის ჭიანჭო რომელიც არაფრის ქმნელი არ არის. ერთადერთი რასაც ვერ იტანს, რატო გულაობს სპილო. დაამოდის სპილო წყლიდან და სპილომა ძლის გვეღირცა ყვარელში ესეთი წარმოგარის. ტბა, ბანაობს. მოდით, ჩამოიდნენ სტუდენტები, ვიფხიარულოთ. ამოდი კიდე თუ არა. როაბო ეხლა მე გაკურებული და არაფრის ქმნელი. ჭიანჭო ლეუნება მე მეგონა ჩემი პლავკა გეცვები და სხვა მეტი ვერაფერი ვერ მოუძებნა. ერთადერთი რაც უპოვნა რომ რატო გაცვე ჩემს ეგონა რომ ეცვა მაგრამ აღარ ეცვა. აიცი რა. ქართულ რა მინდა გითხრა იცი კიდე ერთი დეტალი სააკაშვილის ერთი დეტალი რაღაცა მახსოვს. ერთი დეტალი ძალიან მაგარი. წნარად იწყებს რომ გაგიჟდება უცბად აკეთებს ერთ მაგარ კოზრს. მე ვთვლი რომ ჩვენ ფაქტურად ჩვენი ქართული სიმტკიცით რასაც მივახციეთ თუ გონიათ რომ ესე რაფის გავკეთებლები არ არის. ეხლა მაგათ გონიათ რომ ყოველთვის მიაღწევენ კარგია თქვენთან საუბარი. ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა გავაკეთო, ჩვენ დავწერეთ ისეთი.
რაღაცა რუბრიკასავით ესეთი დებატები რომ გავმართოთ ბიზნეს და ანუ აქტუალურ თემებზე. თუ იქნებით მზად. მზად ხართ? დიახ, ხართ შემართებით? კარგით. აგერ სცენა, მე ვიქნები წამყვანი, ჟურნალისტი და დაგისვამთ შეკითხვებს და როგორ უპასუხებთ ნახოთ. მომზადდი ბიჭებო, აგერ გელოდებათ ტრიბუნები, დავამაგრეთ. დავიწყოთ ხომ? მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტო, ბატონ პრემიერო. პირდაპირ დავიწყებთ ჩვენს საუბარს, დებატებს, თუ იქნებით მზად ხართ ხომ? დიახ. დავიწყოთ დებატები. პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ ბატონ ბიძინა, გუშინ განაცხადეთ, რომ პარლამენტის მუშაობით კმაყოფილი არ ხართ და გვაინტერესებს ჩვენ მოსახლეობას რატომ არ ხართ კმაყოფილი. სხვადასხვის ძალიან ბევრი კამათი გამართა მაგასთან კავშირებით. ჩვენ არ ყავს კვალიფიციური კადრები. ძალიან ბევრი სახეობი შევიყვანეთ პარლამენტში და სიაში. ამიტომაც აქვე იყო იქ სხვა ვარიანტიც, რომ შეგვეყვანა სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეებიც. თუმცა ამ ვარიანტზე მე პრინციპულად უარი ვთქვი. ეს არის რეალობა და ეს არის სინამდვილე. სხვა რეალობაში ნუ იცხოვრებთ. კი მე მინდა ახლა თუ კიდე ჩიოროს გათხოვებ და გასწავლით ყველაფერს, მაგრამ ერთი პირობით. თუ ჩიოროს უკვე დაგვიბრუნებ, თავის ხვირიანად. მაგით რა გინდა რო თქვა ახლა შენ? ვერ გავიგე, ჩაგეკითხები რა გინდა რო თქვა მაგით შენ? დრის თქმა მინდა და ფაქტობრივად თქვენ მოატყუეთ ქართული ხალხი. გაუცრუეთ იმედები. ჩვენ გაუცრიოთ იმედები ხალხს. ძალიან სასაცილოა, როდესაც თქვენ ასეთ რაღაცებს იძახით. როგორ გაუცრიოთ იმედები ჩვენ ხალხს? როგორ და ამიხსენი ერთი, ამიხსენი ხო? გეტყვი. როგორ და 9 წელი ხალხს ქონდა იმედი, აი სააკაშვილი მოშორდება. წავა ქვეყნიდან და იმედი ქონდათ რომ მოვიდოდა მთავრობა. და ამბობდა ახლა ყველა უბრალოდ ამბობდა ქართულ ხალხს, აი გვეშველებაო. მაგრამ მოვიდნენ ისო გაუცრუეს ხალხს გაუცრუდა იმედი თქვენგან. მე ამედროულად კიდევ მინდა რომ ამატებ კიდე შე. ეხლა მე მინდა გითხრა ეხლა რაუნდეს ლაბარაკობ. ევროპა თქვა ბოლოს თქვენი არადემოკრატიული ქმედებებით შორდებით ევროპას. ჩვენ შორდებით ევროპას, სიცრუეში რომ ვაცხობთ ხალხს თქვენ, ჩვენ შორდებით ევროპას. მე მინდა გითხრათ, ხალხო, ჩვენ კი შორდებით ევროპას, არამედ თვითონ ევროპა შორდება ჩვენ. ეს არის ძირითადი განსხვავება. ბაბა, ეხლა მე მინდა გითხრა, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შორდება, ევროპა შორდება თუ თქვენ შორდებით ევროპას. ერთ დღეს ევროპა გეტყვით, შედი ბიძო ბუტკაში. აი მე უხსენი არ ვარ იმდენიო. ისეს მე ამ დროს ხშირად შევდივარ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე, მაგრამ არ მოგიწერია წერილი. დრაივა პაროლი ხარ დაგავიწყდა. რატო ახალ ხარ? შენ რა დავიწყა? ოდნავ პაროლი ის იმას არ ხმაურებ. ნუ ბაჯგავთ ფეხებს და ნუ რა ხარ უხობთ? ნუ ბაჯგავთ და ნუ რა ხარ უხობთ? კამანდიროკიდან ჩამოსულივით. კარგი, დასაგები. აი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეკლამების აკრძალვასთან აი როგორ აი იმას კითხეთ, მე არ თამაშობ აზარტულ თამაშს, იმას კითხეთ. გაიგითხოს ხოთი შორის ბოლო დროს მესმის თითქოს კრძალავთ აზარტულ თამაშების რეკლამებს. მე უბრალოდ კითხვა მაქვს შეთან. თამაშობ თუ არა აზარტულ თამაშებს? ეხო ჩაგეკითხე კი არა, ჩაგეპასუხეთ ეხან. მე არ თამაშობ აზარტულ თამაშებს. ეს არის საერთოდ მოგონილი ინფორმაცია და შეგავცელებ სიცრუეს. და სიცრუეში აცხოვრებ ხალხს. აზარტის გულის წარმოები კი არ შეიძლება ეხლა რომელი პოლიტიკოსი შედგება. სიცრუეს გამო. ბატონო, თქვენ კი აკრიტიკებთ ეხლა ახალ მთავრობას, მაგრამ გითხარით რა გააკეთა თქვენმა მთავრობამ ამ 9 წლის განმავლობაში? ეხლა თუ ბრმა ხარ ადამიანი და თუ არაფერი არ გესმის. ჩვენ 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. რა ჩაგეკითხები, რა გააკეთეთ, ჩაგეკითხები. ბიუჯეტი გავზარდეთ. დავარიგეთ პენსიები თავის დროზე და გავზარდეთ პენსიები. ჩაგეკითხები ერთი რა გაზარდი მაინტერესებს, ჩაგეკითხები აქ. ეხლა პოლიციის რეფორმები შევქმნით. შევქმნით ახალი ესტაგადები, ახალი ინოვაციები შევიტანეთ ყველა რეგიონში, არა მარტო თბილისში და არა მარტო რაღაც ცენტრალურ შევედით ყველა სოფელში, ძალიან უმრავლესობა სოფელში გაზით შევიყვანეთ. ეხლა რეფორმები კეთდებოდა, ეხლა რამდენი სამუშაო ადგილი შევქმნით ჩვენ საქართველოში. ჩაბეკითხი კიდე. არ აგძელებთ? რატო არ მეკითხები? აი ჩაგეკითხები კი არა, ჩაგებჟირები პირდაპირ. იმდენი მაცინე უკვე შენ ტყუილები ჩაგებჟირები პირდაპირ აქ. ბატონ პრეზიდენტო, ბატონ პრემიერო, თუ შეგიძლიათ აქ ჩემთან მოახდინოთ ერთგვარი კოაბიტაცია და რაღაცაები დაუთმოთ ერთმანეთს. აი შესაძლებელია ეს რომ ერთ დღეს რო ეს აი მაგალითად დღეს რომ გაკეთდეს. სანამ კოაბიტაციას შედგებოდეს, მანამდე ერთი რაღაცა უნდა ვთქვა. ყისიათ მოაწეროს ბატონო მიხეილმა ხელი ელჩების დანიშნვის დოკუმენტს. ყისიათ მოაწეროს ხელი. თუ რა ახშფოთდება ევროპა უკვე. ეხლა მე მინდა გითხრათ რომ სადამ ხელის დაუყოვნებლი მოაწერე ხელი დოკუმენტს რომელიც შეინარჩუნებს ევროპის კურსს. შენ მოაწერე ხელი.
ეხლა შენ მოაწერე და მე ჩავაწერე. დაიწყე და დავიწყე. ზირფასო შენ მეგობრებო. მოაწერე მე ჩავაწერე. მე დაიწყე და გიგებთ დავიწყე. სანამ ესენი რამეზე მოაწერე გახდებია, მანამდე ვიყოთ კარგად. მოვაწერე, და თუ ოკეი. შეთანხმდებიან, მე დაიწყე, უფრო შენ კარგად ვიქნებით რა მე მგონი, ასე მგონია. ჩვენი სტუმრები იყვნენ ქართლოს ნაკროსშვილი და ნიკა კაკაბაძე. მადლობა ბიჭო.